Ლეძვიფესო მეგობრებო, იცოდით რომ ფენშუის მიხედვით ახლა საკმაოდ საყურადღებო და კონფლიქტური და ცეცხლოვანი პერიოდი იცოდით, არ იცოდით, არც მე არ ვიცოდი. ვისწავლოთ. კი ბატონო, ეს ტენდენციები კი თურმე ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება და აქტუალური ხდება უკვე პრობლემები როგორც პირადი, ასევე ფინანსური კუთხით. ალბათ გვაინტერესებს ყველას თუ როგორ შევამციროთ მოსალოდნელი საფრთხეები, რომელი მოქმედებების გამო შევიკავოთ თავი, ასევე გასწავლით პრაქტიკებს ისე არ დაგვდობთ იქამ, რომელიც ნეგატიურ პერიოდს ჰარმონიულად გაგვატარებინებ და ამ ყველაფერში რა თქმა უნდა დაგვეხმარება ფენშუის სპეციალისტი თიკა ხოქაშვილი, რომელიც დილიდან ჩვენთან ერთად არის. დილა მშვიდობი. შეგვაიარაღებს ინფორმაციას. დაცეცხლისგან. ვახსენეთ და ეს სიტყვა უკვე ძალიან ხო, ნუ ზაფხულთან და ტემპერატურის მატებასთან და მზის აქტიურ ფაზაში გადასვლასთან ერთად ალბათ ლოგიკურია, რომ ცოტა ფეთქებადი პერიოდი იყოს. ასტროლოგიურადაც რო შევხედოთ ზაფხულის ტენდენციებში არის რთული პერიოდები, თვითონ წელი არის ცეცხლოვანი წელი, უკვე იმას გვეუბნება, რომ ცეცხლის ენერგია დიდი დოზით გვაქვს და ზაფხულში აქტიურდება უფრო მაქსიმალურად, როდესაც ცეცხლოვანი პერიოდი არის. და ტემპერატურაც იწევს. ტემპერატურაც იწევს, როგორც გარეგანულად, ასევე შინაგანად, რომ ჩვენ ხო სარკეები ვართ სამყაროში, ადამიანები, ყველა და ამას მე გამოვხატავთ. ხო, რა ცეცხლი ცუდად არ ვხედავ. ცეცხლი ის სიცოცხლის ენერგია, ცოტა ალებული. ხო და არა კარგი ხარე, რასაც შენ ამბობ, იმიტომ არის საფრთხილო. ცოტა საჭირო არის რომ გაგათბოს, მაგრამ დანარჩენი გწვავს. ცეცხლი არის, რომელიც ედება მუდმივად. ჩვენი მიდგომა უნდა იყოს უფრო, რომ აი ის მშვიდე და შვიდი პერიოდი. აი ზაფხულის პერიოდებს რომ დააკვირდეთ, მსოფლიოს გარშემოც ისეთ საკითხები წამოვიდა, რომელიც არის ზუსტად ცეცხლის ენერგიასთან დაკავშირებული. და ალბათ ხანძრები და რაღაცეები, ტემპერატურის ფიზიკური უბედურებები და ისედაც ისეთი ცვლილებები, ისედაც დედამიწისთვის ეს გლობალური თემებიდან იყო და უფრო გააქტიურებული არის. ამიტომ, როდესაც გრძნობთ, რომ ეს ენერგია გააქტიურდა და ცეცხლის ენერგია არის რაღაცა ჩვენს კონფლიქტური გავხდით და რა ამას გავეთიშოთ და ენერგიები არის ელემენტების მიხედვით. საცეცხლო ენერგია არის მაგალითად ხის ენერგია, რომელიც არის ბუნებაში და ზუსტად ზაფხული არის ბუნება და ჰაერზე გასვლა, ეს არის ძალიან კარგი ხეებთან, მიწასთან ურთიერთობა. ფეხში შორ მდგომარეობაში, იმიტომ რომ გამოკიდებულები კორპუსებში ვცხოვრობთ, მიწას როდი შევეხეთ, არ ვიცით. და ეს აუცილებელი არის ენერგეტიკულად, აუცილებლად და წყლის ენერგია არის კიდევ, რომელიც ჩვენ გვაწყნარებს ტემპერატურას წევს ჩვენში და უფრო ჰარმონიულად გადავდივართ. რომელიც არასდროსაა ზედმეტი. არასოდეს არ არის ზედმეტი და ზუსტად აბალანსებს წყალი და მზე, შემდეგ ერთმანეთს, რომ საკმარისად იღებ მზეს, შემდეგ ისევ წყლით ანაცვლებ და აი ეს არის ყველაზე დიდი ჰარმონიული პერიოდი. ეს უბრალოდ ჩვენთვის რო ვისაუბროთ, მაგალითად როგორ დავარეგულიროთ ეს ყველაფერი, რომ ანუ ეს ყოველ ზაფხულს პრინციპში ყოველ ზაფხულს არის, შეიძლება იყოს ისეთი ბალანსირებული ზაფხული, რომ არ მოგვეთხოვებოდეს წყლის ენერგიის მიღება და ამდენი ბუნების კონტაქტი. წელს აუცილებელი არის, იმიტომ რომ თუ მაგალითად ფინანსური პრობლემები არის, ხომ ზუსტად აქ ფინანსები თვითონ არის ხის ენერგია, ფული არის ხის ენერგიით დამზადებული. ცეცხლოვანი ენერგია ამ ყველაფერს ანადგურებს. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა კონკრეტულ ადამიანებს რაღაც შეექმნებათ, ამით არ უნდა შევხედოთ. უბრალოდ თუ შევამჩნიეთ, რომ ჯანმრთელობის პერიოდში სხვათა შორის ცეცხლის ენერგია, იმიტომ რომ ცეცხლის ენერგია შეუძლია გადაწყვეტს საერთოდ ჩვენი ფსიქოლოგიური მომენტი, ფიქრები, ძალიან ბევრი ჩაციკლა ეს მოაქვს ესეთი მსგავსი რაღაცეები და რასაც ვეჭიდები ხოლმე იმ რაღაცას რასაც ეჭიდები უფრო არ გამოგდის. ცეცხლის ენერგია გავანეიტრალოთ. ზუსტად ამ ბუნების ურთიერთობით აუცილებელი არის ეს. თიკა, ესე იგი, ფენშუი სწავლობს სახლში არსებულ ენერგიებს და მდგომარეობას. აი სახლში რა შეიძლება გაკეთდეს? ეს დავუშვათ გარეთ მიწასთან კონტაქტი, წყალთან სიახლოვე, არ ვიცი, ბევრი შხაპი შეიძლება, ვისაც არ აქვს ახლა დინარის და რაღაც ესეთი საშუალებები და მცენარეები. ხო, აი რა შეიძლება სახლში ვაკეთოთ, რომ ეს ენერგია იქაც იყოს შვიდი. ჩვენ ამ შემთხვევაში ვმუშაობთ მცენარეებთან, ასეთი შემთხვევა, როდესაც გვაქვს, თუ მინდა ცვლილებები შემოვიდეს, ყოველ წელს უნდა რაღაცის ცვლილება სახლს, თუნდაც რაღაცები უნდა შევცვალოთ. მცენარე არის ცოცხალი ენერგია, რომელიც კარგად შემოდის. რეალებია ავიჯი სხვათა შორის სახლში. აი, გამიკვირდა ძალიან. ფარდები ხდა. აი, ხანი არ შევხებივა. მეგონი ბოლოს აღარ მცალია.
აი ეს ცვლილებები შევიტანოთ ძალიან კარგი იქნება. ნუ ეხლა ვისაც უყვარს წყლის ენერგიას, ფანტანები არის სხვადასხვა ფანტანები, რომელსაც სახლის? დიახ. ასე შევიტანოთ სახლში? შეუძლიათ წყლის ენერგია გააქტიურონ, უფრო დაამშვიდებს ენერგიას და ჰარმონიულს ქმნის. ეხლა თუ მაინდა-მაინც ნერვოზი არ აქვს ადამიანს და ამაზე თუ არა აქვს. ნუ თევზები შეუძლია შეიძინოს, რაც ძალიან სასიამოვნოა, გვამშვიდებს. მცენარე შეგვიძლია ასე დროს შევიძინოთ და სახლში ახალი მცენარე დავაბინაოთ და შევიტანოთ ახალი ენერგია, ხო? თუნდაც ეს თევზი ერთი წაიც რო იყოს, ფეხის მიხედვით ჩვენ ვიცახით რომ 8-9 არის იმდიდრის და მაგრამ ამას უნდა დიდი ყურადღება და რესურსი, თუ რამეს ვერ მოული ისე როგორც საჭირო არის, ის განადგურებით შე რომ მას ანადგურებ, უფრო ცუც აკეთებ. ამიტომ ერთი წალი შეიძლება გყავდეს და მას მოუარო და მარტივად შეხედო ესეთ რაღაცებს და ძალიან გაალაითოთ, ანუ რაც შეიძლება მსუბუქი უნდა იყოს და ცეცხლის ენერგია არის, რომელი ფერები ეს არის? ბორდო, წითელი, რომელიც მაქსიმალურად აქტიურებს. და ანუ ეგ უნდა დავდოთ პირიქით? არა, უფრო დავამშვიდოთ და აფილოსფერები ჩავაქროთ. ჩავაქროთ, ნელა-ნელა ჩავაქროთ. პასტელურ ფერებზე უნდა. ბორდოსფერი ის რომ აქ სავარცხლურები მივაფარო თეთრი გადასახარებლები ცოტა ხანი დავამშვიდოთ. თეთრი, შეგიძლიათ ცისფერი უფრო კარგად დაამშვიდებს. წყლის, ხო? წყლისფერი, მიაგდე წყლის. კარგად მუშაობს ხოლმე, იმიტომ რომ მწვანეჭს არის აქ და წყლის სტიქი, ორ სტიქია საერთიანებს ფირუზისფერი და ოკეანისფერი. ძალიან ესე იგი ზუსტად აფრიკაში შენ ახსენე რომ ფული, ფინანსები არის ხის ენერგია და დაწვა, რადგან ეხა ცეცხლის ენერგია გამძაფრდა შესაძლებელია. რას გულისხმობ ამ ნათქვამში და უშუალოდ ფინანსური რაღაც შეიძლება იყოს რაღაც ბარიერები და როგორ შეიძლება ეს ისე გავიაროთ? ნუ ისაც აგვისტო ზოგადად ხარჯიანია, გინდა არ გინდა რაღაცას ყველა წვალობს რომ შეცვალოს გარემო და რაღაც შეძლოს ეს უფრო დასვენება. საქმეებში გამოვლინდება ხოლმე, ბიზნეს საქმეებში ვლინდება მსგავსი რაღაცები, ეხლა ესე პიროვნულად თითო ადამიანს ესე აღხებათ და ფინანსური ენერგიის გაცვლა, როდესაც იწყება და ჩვენ ვხედავთ რომ კრახისკენ მივდივართ, ან რაღაცა არ გამოგდის ისე, აი ზუსტად მან მივდივართ რომ ჩვენ თვითონ ვიწყებთ საკუთარ თავზე მუშაობას და გარემოს. ჩვენ ვართ ენერგოგამტარები, ჩვენ ვიღებთ ფულის ენერგიასაც, ჯანმრთელობის ენერგიასაც, სიყვარულსაც, ყველაფერს ჩვენ ვიღებთ. თუ ეს ენერგია სადღაცას არის გაჭედილი, ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ და გავდივართ ბუნებაში, ვიხდით ფეხზე, ბავშვებთან ერთად დავარბივართ, ვთამაშობთ, პიკნიკებს ვაწყობთ, ვერთობით რომ მიწის ენერგიასთან დამიწება მოვახდინოთ დედამიწის გულთან. როგორ ხდება საერთოდ მიწაზე, როდესაც ადამიანი დგას, ჩვენი წინაპრები არიან ქვემოთ, ესე ითვლება ქვესკნელისა და ზესკნელის ენერგიები არის, სადაც მიმოცვლა ხდება ამ ენერგიებს და ორივე არის ძალიან აუცილებელი. მადლიერებას ვუხდით საერთოდ მიწას, რომ მიწაზე დავდივართ და მყარად ვდგავართ და ეს ფეხები, რომელიც არის მოჭიდებული, სიმყარისთვის გვჭირდება და რომ მოგვიტანოს ძლიერი საქმეები რომ გაგვაკეთებინოთ. ანუ რო გავდივართ ამ ბუნებაში, მარტო კი არ დავდივართ. ვეუბნებით რომ მადლობა, რომ ამდენი ხანი მატარებ, უფრო დიდხანს მინდა ვიარო, წამიყვანე კარგ საქმეზე, გამომიყვანე, ანუ მდგომარეობიდან გამოსვლის და ცვლილებებს ჩვენ თვითონ ვაპროგრამებთ და ვუშვებთ, რაც გვინდა. ამ დროს ზუსტად ეს პროგრამა ერთვება, რომელიც სამყაროდან ჩამოდის, ენერგეტიკულად ვიღებთ ამინდის სახით, ახლა ზაფხულში ესეთი ამინდია, რომ სიამოვნებს და თან მიწის სახით ზუსტად მიმოცვლა ხდება სწორად ამით. ჯანმრთელობისთვისაც ეს უხსოვარი დროიდან იძახდნენ რომ ფეხში შველი ბავშვი იყო ყველაზე ჯანმრთელი, რომელიც დადიოდა და აი ეს არის აუცილებელი ჩვენი ფეხის გულებისთვის, მერიდიანები გვაქვს, ჩვენ ძალიან ბევრი წერტილები გვაქვს თუნდაც ფეხის გულებზე, რომელიც აქტიურდება. ამალივით არის მისთვის ჩინურ მედიცინაში ამას ძალიან კარგად გამოიყენებენ და ხელის გულებსაც კი. ამიტომ არის რომ ბავშვთან და თუნდაც ვითომ არა უშავს. იყოს ის ტალახიანი დაგვესვაროს, მაგრამ ძალიან სასარგებლო არის და სხვანაირად იგრძნობთ თავს, დამუხტულად იგრძნობთ თავს, თქვენი საქმეები უფრო წინ წავა. ბევრად უფრო ლაღი ხარ მერე. და რაც უფრო ეშვები, მერე უფრო გამოგდის, რაც უფრო გაქვს ჩაჭერილი რაღაცას და კონკრეტული ფიქრები გაქვს, უკვე ის არის რო შენ აფერხებ მას. ყველაფერს ყვარს გაშვება. და ძალიან სწორად აღნიშნე მადლიერების შეგრძნება და საკუთარი თავის პატივისცემა, რომ შენ რომელიც ასე მემსახურები, მე რა შემიძლია გავაკეთო შენთვის, ჩემო თავო და მოდი, აი დღეს ესე, ხვალ ისე. იმიტომ რომ სამყაროში დრო ძალიან მალე გადის, ჩვენ გვგონია რომ ყველაფრისთვის რაღაცა დრო გვაქვს, რეალურად ჩვენ დრო არ გვაქვს და ჩვენ ეს დრო მაქსიმალურად საკუთარი თავისთვის მით უმეტეს რჩება სულ ბოლოში. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ საკუთარი თავის სიყვარულს და პატივისცემას ვიწყებთ და ზედმეტი ფიქრებისგან თუნდაც ფიქრებს, საფიქრალი ყოველთვის ექნება, ადამიანი ისე არის დაბადებული. როდესაც ამ ყველაფერს დაახარისხებ და მიხვდები რომ რაღაცეებზე ნერვიულობით ვერაფერს ვერ ასწორებ, იმის გარდა რომ საკუთარ ენერგიას ანგრევ. ეგრევე ცვლი იმ დღის გეგმას.
ვერა ვარ ხასიათზე, წავედი უნდა ვნახოთ ჩემი მეგობრე. გავისეინებ რაღაც, ანუ საკუთარ თავს თვითონ უნდა უშუალო შემოუძახო. ყველანაირი ენერგიის ხდება დაბალანსება. მე ფენშუი იმიტომ მიყვარს და საერთოდ ამ სისტემაში იმიტომ, რომ გამოვალი მდგომარეობა არ არსებობს, ერთადერთი გამოვალი მდგომარეობა არის სიკვდილი. რომელსაც ვერ შევცვლით და ვერაფერს ვერ გადაუდგებთ. დანარჩენი ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს. მათ შორის ფინანსური კეთილდღეობაც, მათ შორის ჯანმრთელობის ენერგიაც, მაგრამ ჩვენი ჯანმრთელობის ენერგიაც მოდის ჩვენი ტვინიდან. ჩვენ ვაპროგრამებთ ამ ყველაფერს, რისი ბევრი შიშიც გვაქვს, ზუსტად იმას ვიზიდავთ. ამიტომ კარგი ცხოვრების, ბედნიერების, წარმატების შეგეშინდეთ, უფრო კარგად იმუშავებს ეს. შიშის განზიდვის პრაქტიკები არსებობს? შიშის განზიდვის პრაქტიკები არის ესეთი რამ. მაგალითად, ყველაზე მარტივი. კი, ყველაზე მარტივი არის, როდესაც ხშირად გაწუხებთ შიშები, ან მსგავსი ფიქრები მოდის, შიშებს მოაქვს ცუდი ფიქრები, აი ბავშვებზე იციან ფიქრი და რა. უნდა რამე რეზინის მსგავსი გაიკეთოთ ხელზე. როგორც კი დაიწყებს ტვინი ფიქრს, იღებდა აწკაპუნებ და ფიზიკურ ტკივილს იყენებ და გამოგაფხიზლოს. ჩემი გამოფხიზლების დროა, ანუ ჩამეძინა, რეალურ ცხოვრებიდან გავედი. რეალურად არ ძილის რეჟიმში ვცხოვრობთ. ფიქრებში, გეგმებში, რომელიც ან გაბრუებულ რეჟიმში და გამოფხიზლება გჭირდება. ამ გამოფხიზლებას უცებ რაღაცა თუნდაც აქ ეთერში რო ხარ, შეიძლება ვერ გამოიფხიზლო. რაღაცნაირად უნდა გამოფხიზლო. ყველაზე კარგად ეგ გაფხიზლებს, იმიტომ რომ ის გამახსოვრდება, ტვინი იმპულსი იღებს, რომ მიიღო რაღაცა მოწყაპუნება და ეგრევე ეუბნები საკუთარ თავს. ეხლა გადართეს სხვა პროგრამაზე. არ არის ამაზე ფიქრის დრო. რამდენჯერ ყოფილა რომ აი ცუდ ფიქრების რო შენ თვითონ გიქნი ადამიანს აი ესეთი რაღაცა რო არ მინდა ხო რა ხდება ამ დროს ნახე ეს ფიქრებიც არის ვერსიები სამყაროში ჩვენი ფიქრების სხვადასხვა ვერსია და რომელი განხორციელდება განხორციელებს ისევ ჩვენ ვაკეთებთ ამის არჩევანს საითაც გავუშვებთ ჩვენ ფიქრებს და ენერგიას ზუსტად ის დაიწყებს ამ იმას ტენით ენერგიით ტენ კი ბატონო და დადებითი გადადივა. ახლა ესეთი ცოტა ცეცხლოვანი პერიოდი რა ვიცით. აი რა დღეს გასდება რომ ეს შენი დასწავლილი რაღაცები შევასრულო. სექტემბრის შუა რიცხვებიდან უკვე დაიწყება გალაიტი. ძალიან სიმსუბუქეში გავა და კი ზაფხულის პერიოდი არის ყველაზე რთული პერიოდი და ეხლა ვარ ზუსტად ფიქრი. მარტო ჩვენ არა. საერთოდ სამყაროში დედამიწა და ახლა რო ვუყურებ ხშირად ეს რო აჩვენებენ რომ თქვათ აი ევროპაში ესეთი სიცხეები და გაწითლებულია სულის მახსენდება რომ ცეცხლოვანი ცხენი რო უნდა დაწყებულიყო საუბრობდი ზუსტად იმაზე რომ მოიტანდა კატაკლიზმებს არეულობა სიცხეებს პრობლემებს და ომები და ქაოსები და მსგავსი ენერგია ანუ თვითონ ცხენს კი არ მოქონდა ამ ელემენტს მოქონდა ხუთი ელემენტის პრინციპით ვცხოვრობ ჩვენ სამყაროში მიწის ენერგია წყლის ენერგია ცეცხლის ენერგია ეს ყველა სასიცოცხლო ენერგიები არის რომელიც ბალანსიც გვჭირდება და ერთ-ერთი ენერგია არის ყველაზე რთული ენერგია არის წარმომიდგენ წყლის ძალა ხო არის საუბარო წყალს შეუძლია დამანგრეველი მაგრამ წყალი გადაივლის და შემდეგ დამშვიდდება ყველაფერი ცეცხლი შეუძლია ისე გაანადგუროს რომ იქ აღარაფერი აღარ აღმოცენდეს მართალია ანუ ცეცხლი მაინც უფრო გამანადგურებელი დიახ აი თუ ერთი მოეკიდა ესე არის ენერგეტიკულად პატარა ცეცხლი საჭირო არის იმიტომ რომ ადამიანი უფრო გამოფხიზლებულია მხიარულია ტონუსში კი რაღაცნაირად ესეთი აქტიური არის და ესე იგი პატარა კოცონია საჭირო და არა ცეცხლი და დიდი ენერგია ხო ძალიან ცუდი არის იმიტომ რომ ცეცხლი არის გავაჩინეთ და მოედო წავიდა უკვე არც საზღვრები ესე იგი გვიშველის მიწასთან წყალთან ხეებთან ურთიერთობა რომ ენერგია ძალიან კარგი არის ეს ცეცხლოვანი პერიოდი შედარებით მშვიდად დასვენებაში და ტყეში თუ არჩევთ ესე კონკრეტულ რაღაცა კარგლამას ჰამაკები გავშალეთ ხეებს შორის და ფეხშიშველი ბოლოს როდის იდექით ბალახზე. სულ მაგას ვეკითხები სხვათა შორის ჯანმრთელობის პრობლემები როდესაც ეწყება და ძალიან ხშირად არის აი სახსრების პრობლემები ძალიან პატარა ასაკში ხდება ძირითადად სულ ვეკითხები ბოლოს როდის გაიარე ფეხშიშველი. არავის არ ახსოვს რა. და შენ როდის გაიარეთ? მე ძალიან ხშირად დავდივარ. აი ეგრე. ყოჩა მე კიდე ჩემშვილებს რომ ჩაიცვით ფეხზე ტკიპები, ტყილები, ისინი ესენი და დავიტანე. იქიდან ამას მეუნებიან აკეთან იმას მეუნებიან და დღეს მეც მიგავდივარ ამიტომ გავიდეთ ისეთ ადგილზე სადაც მშვიდი ენერგია არის იქ ხეების სიოც რო გესმის ის ხო გაწყნარებს ფოთლები რო ლაპარაკობენ ეს არის ძალიან ტყის ენერგიის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი რო არის ეხა ამ რჩევებისთვის თიკა იმიტომ რომ მოდის საშუალებულება პერიოდი ყველას გვექნება შანსი რომ მიწაზე ფეხშიშველებმა ვიაროთ მადლობა ძალიან დიდი ინფორმაციისთვის რომელთაც შეგვაიარა